რატო შეეხეთ აჭარას დავით არხანმოურავს სწორედ ამასთან დაკავშირებით მქონდა მე შემდეგი შეკითხვა ანუ თქვენ სერიოზული ძალა გადაისროლით აჭარაში სადაც ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ბრძოლა იქნება კონკურენტებს შორის ანუ გავიმეორებ დავით არხანმოურავი იქნება პატრიოტ ალიანსის სიის პირველი ნომერი რამდენი დეპუტატის გაყვანას ვარაუდობთ და რამდენად მძიმე ბრძოლა იქნება კონკრეტულად აჭარაში თქვენთვის აჭარაში გადის დღეს ფრონტის ხაზი როგორც იტყვიან საარჩევნო ფრონტის ხაზი აჭარაში იქნება ძალიან სერიოზული საარჩევნო მარათონი და მე ვარაუდობ და ველოდები რომ იქნება დაძაბული საარჩევნო კონკურენცია ბრძოლა იქნება სხვათა შორის იმიტომ რომ მაქვს ინფორმაცია რომ ნაციონალური მოძრაობა სხვადასხვა ტიპის პროვოკაციების აგორებას გეგმავს აჭარაში ამდენად ჩვენ მზად ვართ იქ მონაწილეობა მივიღოთ საარჩევნო მარათონში მაგრამ ჩვენ არა ვართ მომხრე იმისა რომ სხვადასხვა ტიპის პროვოკაციები ჩვენი მხრიდან იყოს გაღვივებული სხვადასხვა ტიპის პროვოკაციები ანუ აქ რელიგიურ ასე ვთქვათ შეიძლება იყოს არა ამაზე მე საერთოდ არ ვსაუბრობ და არ უნდა ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთ მე ზოგად საარჩევნო გარემოზე და ნაციონალური მოძრაობის სტილზე ვლაპარაკობ რომელსაც ახასიათებს საარჩევნო პერიოდში და განსაკუთრებით ეხლა შედის ნაციონალური მოძრაობის ინტერესში პროვოკაციების დაგეგმა იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა არ გამოირჩევა იმ მაღალი რეიტინგით რასაც მას საგულდაგულოდ უწევენ სხვადასხვა კვლევათი ორგანიზაციები იქნება ეს რუსთავი 2-ის დაკვეთილი კვლევა თუ იგივე იმედის დაკვეთილი კვლევაც ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი არ აღემატება 6.7%-ს მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გაუსვა ხაზი და მოუწოდო ჩვენ ამ მრჩეველს აქტიურობისკენ ყველა უნდა მივიდეს საარჩევნო უბანზე ყველამ უნდა ეს ერთი დღე გამოყოს რა ჩვენი ქვეყნისთვის რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში მე გამეხარდება თუ შემოხაზავენ 8-ში დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე საარჩევნო ნომერს 8-იანს გამეხარდება იმიტომ რომ ჩვენ მივიღებთ ამ მრჩეველთა მხარდაჭერას და ხმებს მაგრამ აქტიურობა არის აუცილებელი სხვა პარტიების მხარდამჭერებისაც იმიტომ რომ თუ ეს არ მოხდება და აქტივობა არ იქნება ისარგებლებს ნაციონალური მოძრაობა და მისი 6% ავტომატურად გადაიქცევა 12%-ად ამიტომ აჭარის თემას დაუბრუნდეთ აჭარაში ჩვენ მზად ვართ საარჩევნო პროცესში მონაწილეობისთვის მოგებისთვის ვემზადებით და გამარჯვებისთვის ჩვენ ვფიქრობთ და ველოდებით რომ გავიყვანთ იმდენ სიით იმდენ წევრს უმაღლეს საბჭოში რომ შემდეგ სწორედ დავით არხანმოურავი იყოს არჩეული აჭარის მთავრობის ხელმძღვანელად აი ამისთვის ვემზადებით ჩვენ რაც შეეხება პრეტენზიებს ხელისუფლების აჭარის ათეულსაც ხომ არ გვეტყვით ქალბატონო ირმა ან რამდენიმე ადამიანს ხوار დაგვისახელებთ სწორედ აჭარის სიიდან იცით რა აჭარის სიის პრეზენტაცია ბათუმში მოხდება და არ დავასწრებდი მოვლენებს